ერთხელ გავიხედე ზამთარი იყო და ფანჯარაში გავიხედე თოვლი მოსულა და გაყინულა და ვიფიქრე როგორ ვიარო მოყინულზე მე ხო არ შემიძლია ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა მივედი და გაოცებული დავრჩი კარებთან ოლესია იდგა და მითხრა ვიფიქრე რომ ვერ შეძლებს სიარულს და მოვედი რომ გაგაცილო აი ასე შემოვიდა ოლესია თავაძე ჩემს ცხოვრებაში ის ყოველთვის გვერდით მედგა რამიდა აი ძირითადში მე სულ მინდა გავიხსენო რომელიმე ოპერის ან ბალეტის ნახვა თუ მინდოდა ოლესია მიდიოდა ბილეთს ის მიღებდა თუ სადმე ვიყავი წასასვლელი და მეშინოდა მარტოს მომყვებოდა ამ დროს მე მიკვირს ის რომ ის ერთადერთი ქალიშვილი იყო პროფესორის და ერთადერთი შვილები უფრო ნებივრები იზრდებიან ვიდრე სხვას მიაქციან ყურადღება და ოლესიას ყურადღება ჩემთვის გაგრძელდა აქამდის ერთხელ მითხრა რომ ჩვენ საუკუნოვანი მეგობრობა გვაქვსო იმიტომ რომ ჩვენი აი ეს მეგობრობა 70 წელს ლამის 70 წელს უახლოვდება თბილისში ჩამოვდიოდი ორ თვეში ან თვენახევარში ერთხელ და ოლესიას და მისი ქმრის გამო რომელიც კრიტიკოსი და მწერალია ზაზა აბზიანიძე პროვინციამ ჩემზე გავლენა ვერ მოახდინა მე ვიყავი თანამედროვე აზროვნების განვითარების კვალ და კვალ ყოველთვის ცხოვრება ისე აირია რომ აფხაზეთიდან გამოვყარეს აფხაზებიც კი მე ჩამოვედი ზუგდიდში ჩემ დასთან და მადლობა ღმერთს რომ მანქანის გადმოყვანას შევძელი ჩემთან მოივინა ჩემი ბავშვობის მეგობარმა რომელიც თურმე ცხოვრობდა ჩემი დის წინ მეზობლის სახლში და მოირბინა და მითხრა რომ ტელევიზორში გამოგაცხადესო მე ვკითხე ერთი ნომერი ერთი ციფრი მაინც ვერ დაიმახსოვრე იმან მითხრა სამზარეულოში ვიყავი და ვერ მოვასწარიო მე უკვე სხვას ახსენებენო ოლესიამ შემდეგ სტუდენტობის თანაკურსელი ზუგდიდელი გამომიგზავნა და რომელმაც მითხრა რომ ლესია გელოდება რომ ჩახვიდე თბილისში და მასთან იცხოვრო ეს არ გაუკეთებია ან აზრად არ მოსვლია ჩემს რომელიმე ახლობელს წამოვედი თბილისში და ავტობუსმა ჩემი ბოხჩა დამიდო გმირთა მოედანზე ოლესია უნივერსიტეტის წინ ცხოვრობს და როცა ბოხჩა ავიღე ავტობუსი წავიდა და უნდა გადავსულიყავი ამ მოედანზე ჩემ ტვინში საოცრად აბობოქრდა რაღაც საშინელება და ღმერთს ვთხოვე ღმერთო ოღონ დღეს არა დღეს დამამშვიდე და ხვალიდან როგორც გინდა ისე მომიქეცი მე უნდა ავსულიყავი ლესიას სახლამდე ჩემი გზა ჩემთვის იყო ძალიან გრძელი მივედი ლესიას კორპუსში ბინაზე დავაკაკუნე არავინ არ იყო მეზობელს დაუკაკუნე მიცნობდა მაგრამ დღესაც მისი სახე ისეთი მეჩვენება რომელმაც შემაკრთო მე ვკითხე ლესია თბილისშია თუ თავის აგარაკზე
ამ დილით ვხედავდი და მიიხურა კარი. კაიხანი ვიჟი კიდევ ფიქრობდი, სად წავსულიყავი. ლესიას სიახლოვეზე კი ცხოვრობდა ჩემი ერთი ახლობელი. ცოტა მოშერებით მეორე ახლობელი, მარა უკვე დაღამდა და ვიფიქრე კიბეზე ჩამოვჯდები და ღამეს გავათენებ და ამ დროს მომესმა ფეხის ხმა. ლესამ რო დამინახა, გაოცარი სიხარული, ახტაცება გამოიხატა მის სახეზე, მომეხვია და მითხრა, მადლობა ღმერთს რო ჩამოხვედი. რა გაბურთავა ცხოვრება, მეხლა მე უნდა მოგიარო შენო. ალბათ ის ბედნიერების განცდა ჩემში დღესაც ისეთივე აღფრთოვანებით ცხოვრობს. ამ გაჭირვებულ დროს რომ ასეთი სიყვარულით მიმიღო. ლესამ მომაწყო ბავშვების გუვერნანტკად 2 პატარა ბიჭის. შემდეგ ლესამ მითხრა, რომ უკვე უნდა მიმეტოვებინა ეს ბავშვები, ეხლა ბინები იაფი არის, გაყიდე მანქანა და ბინა იყიდეო. ლესიას მოტანილ საწოლზე ვიწექი. ლესიას მოტანილი სკამები მქონდა, მისი მაგიდა მქონდა. და ლესიამ როცა ბინა ვიყიდე, შამპანური მოიტანა, რომ დაელოცა ჩემი ბინა. ამიტომაც ოლესია ჩემთვის არის ახლობელზე მეტი, დაზეც მეტი. და უბრალოდ ვიტყედი, რომ ქრისტე რო გვასწავლის, გიყვარდეთ ერთმანეთი. ეს ოლესიამ ჩემთან საოცარი გრძნობით გააკეთა.